დილამშვიდობისას 9 საათი 47 წუთია კვლავ იმედის დილას უყურებთ. დღეს 12 დეკემბერია და 12 საათზე 12 ფუცლიანი რვეულებიდან გიორგი ლიპარიშვილი და გიორგი კორძაძე ლექსების წაკითხვაში შეეჯიბრებიან ერთმანეთს ილია უნიში. სწორად მაქვს ინფორმაცია. 12 რატო საკრალური ციფრის 12 რატო შეარჩიეთ? 2012 გვიახლოვდება, სულ გამარჯობათ მეორე რიგში. 2012-თან დაკავშირებით გვინდა რომ რაღაც განსხვავებული ყოფილიყო და 12-ზე 12 ლექსს ვკითხულობთ. გიორგი, რა უნდა ყოფილიყო განსხვავებული? მაინდა-მაინც შეჯიბრი? არ შეჯიბრი არა, ანუ 12 ყოფილიყო. იმედი მაქვს რომ ეს 12 ლექსი იქნება. 12 ლექსი იქნება ორივეს. იმედი ისე არ იქნება რომ 12 კაცზე მეტი მოვა. ანუ ეს არის სტუდენტისა და ლექტორის პაექრობა. ესე გამოდის კი ესა. შენ სტუდენტი ხარ თუ ლექტორი? გიორგის ვკითხოთ. გიორგი როგორ ასაკ? კარგად. ლექტორი ხარ თუ სტუდენტი? სტუდენტი ხარ. კარგი იდეა საიდან მოვიდა, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. 2012 რა ხარ მოდის მართლა მაგითო გადაწყვიტე. ხო, ლექსების დილო. ანუ იდეა წამოვიდა იქიდან რომ ეს ლექციებს ვიყავით და ლექსიის დროს იყო თხოვნა რომ იქნებ ლექსი წაგვიკითხო, აი ესე დაიწყო. ანუ იცოდნენ ბლოგის, ჩემი ბლოგი და ლიპარას ბლოგი არის ესეთი. საიდანაც რომ მე ლექსებს წერდი. და მე იყო რომ შესვენებას წავიკითხეთ, გავიგე რომ გიორგი წერდა, მოდი ერთად ხან ერთი შენ, ერთი მე და შესაბამისად აქედან წამოვიდა მე იდეა რომ ისე კარგად გამოვიდა ეს ყველაფერი, იქნებ მოდი რამე განსხვავებული გავაკეთოთ და გაგრძელდა ეს ყველაფერი. ეს სიცივე რო არ იყოს ალბათ ღია სივრცეში უფრო კარგი სანახავი იქნებოდა ეს რომ მუსიკის თანხლებით ხო ჯგუფი რივერია ჩვენთან ერთად ჩვენ მარტო ხო არ ვართ ახლა რაღაც ორიგინალური იდეა მუსიკალური გაფორმება იქნება ლექსის წაკითხვა მუსიკის ფონზე მოკლედ 12 საათზე უნდა მოვიდნენ საათ ილიაუნის თეატრში ჭავჭავოთ 22-ში და ნახოთ განსხვავებულს კიდევ რაღაცები არის რასაც არ ვიტყვით რომ იქნებოს მაყურებელი სიურპრიზები ან სულ იქნება 12 წელი ლექსი 12 წელი ლექსი 6 წაიკითხავთ არა 12 24 მაინც საკრალურია ხო 12 საათზე 12 ლექსი 2012 გვიახლოვდება იმედია 12 ადამიანი არ მივა ამ საღამოზე კიდევ 12 ფურცლიანი რვეულიდან და 12 ჯერ მეტი უფრო ჰონორარი ქონდეთ. 12 ჯერ 12 მაყურებელი იყო. და 12-მდე დავიწყე და მე დავიწყეთ ლექსი. გიორგი და გიორგი, არ გინდათ რომ წაგვიკითხოთ? კი, შეამოვნებთ. გიორგი და გიორგი, კარგი. მე მანამდე მოვამზადები. შპარკალკები. აშალტილ ხეებზე დადგმულო წარმტაცო. მაღალი მთებით შერწყმულო ვარაზო. თურაშაულის ბაგნირო მგთავაზობს. მოდი, სხვა ვნახოთ. გავიგოთ რას ამბობს. ალბათ გაგიკვირდა ჩემს გულს რომ გაჩუქებ. გაჟღენთილ სხეულში შენს ფიქს რომ ვადუღებ. რომ არ წავიდეს ოცნება შენი, რომ არ დამთავრდეს მირაშთა ფერი. მე მინდა დავხატო ის მწვანე ველი, შენი თვალებით მუზასრო მელი. მე მინდა განვაგრძო ჭიდილი ძველი, უცებ რომ შეგაფეთო სიტყვები მწველი. ის ორი სკამზე ნახე მარტონია. უკან გნოლიუზის ზევით მაგნოლია, შენი ხმა მესმის, ნაზი მინორია, ყლავარ გაფრინდე, დარჩი სიდონია. ოჩა. ეს მუსიკის ნახლებით ერთიორად ემოციურია ლექსის მოსმენა. ლექტორი. გადავაბათ? ლექტორი. დავიწყოთ? რა ვიცი, მიდი. წადოთ. უსით მოესობა. თქვენ მე მაპყურეთ გულისურნელი. ამეჩქარით და გამხადეთ სულ ნელი. მე დამიყენეთ რო და წამი თავდაყირაზე, სხვისთვის მე გულისულ გულდაგულ გადავირაზე. უსით მოესობა. მე მოვამზადებ სიტყვას ხმოვანებს, მე თქვენზე ფიქრიც აღმაფრთოვანებს. ძილი მომადგა ცოტა თვალებზე, უმჯობესი ხარ დღამის მთვარეზე. უსით მოესობა. თქვენს დანახვაზე ანტარქტიდაში შიც სახცახებს. ზესავსე შურით, თქვენში ეძებს და ხედავს მეტს. ამ თქვენს მშვენებას გამოზომის სალომს ცაცახლებს. მიყვარხარ მე უფრო მეც მიყვარხარ უცა იმედი ვიქონიოთ რომ ჩვენც ვიყავთ და მე მაგნოლიები მიზის უკან მაგნოლიები მის ხედავ საკეთებ გიორგი ეს მოთხოვნა იყო რომ მაინც რაღაცა სასიყვარულო თემატიკის ლექსები უნდა ყოფილიყო არ არის სასიყვარულო თემატიკის უბრალოდ ეხლა წავიკითხეთ სასიყვარულო თემატიკის არის სხვა თემებიც თუნდაც რაღაც ლაკონურად საქართველოს ლექსები არის ბავშვის თემაც
არის რაღაც სხვა თემებიც კიდევ, რომელიც იქნება, ანუ არ იქნება მარტო სიყვარულზე და ქალზე დაწერილი ლექსი. კარგი, აი მაყურებლები რომ ლექსი რაღაც ისეთი პოზიტივი საფორმო ლექსებიც არის, ლექს პრომპტები იქნება. ლექს პრომპტია. ლექს პრომპტი 12 ლექს პრომპტი იქნება ჩემ რაღაც. 10 უკვე ლექს პრომპტი. აი მაგალითად შეიძლება წავიკითხო. პატარა ნაკვესი წაგიკითხებთ. აი მაგალითად უემოციო გრძნობა ჟანგს ბადებს. გინდა მოგიტან წყალს და ჟანგ ბადებს. ან საიდან გაჩნდა უხმო აურა, მე რომ უჩუმრად ამახმაურა. კიდევ გვაქვს ესეთი. მე მომივიდა უსასრულო სურვილის მადა. შემომეწონეთ ზუსტი წონით, ძვირფასო, მადამ. კიდევ არის გიორგი რა შეექსპრომტებოდით? მე არა მოქვს ექსპრომტები. ლექს პრომპტი. კარგი, მაყურებელი რომ მოვადა ამ საღამო რაღაც საღამოს კაცო, ამ შუადღეს თუ დილას, ლექსების დილას რო დაესწრება, ინტერაქტიული იქნება ეს, თქვა მაყურებელს ექნება საშუალება რომ საკუთარი ექსპრომტები წაიკითხოს, თქვა რივერის მუსიკის ფონზე, თუ მაინც ამით თქვენ უნდა წაიკითხოს. რა თქმა უნდა, მაყურებელს თან გვექნება ცოცხალი შეხება, ყველას აქვს საშუალება თუ უნდა ლექსი წაიკითხოს. მოვიდენა შეგეხო. ან რაღაც ან თუნდაც დაწერონ თავისი აზრი, გამოთქვან ჩვენ გვაქვს განსხვავებული კიდევ სამწუხაროდ არ წამოგვიღია როგორც ჩანს ბილეთები დავამზადეთ ხელსახუცის ფორმის ფერადი ბილეთები სადაც ჩვენი პატარ-პატარა ამონარიდები ლექსები იქნება. ან იქ შეუძლია რომ უკან ხვდენ დააწეროს თავისი აზრი მოგვაწოდოს შემდეგ ან თვითონ წაიკითხოს ის ექსპრომტი ან თავისი რაც უნდა. ანუ იქ იქნება უშუალობა სრულად, არ იქნება მარტო სცენა და სცენის მიღმა რაც ხდება. ძალიან დიდი მადლობა. ზუსტად 2 საათი სცენას ხელს გადაუსვამ ტვერს წამოვიდა. გიორგის აქვს ყოველთვის ძალიან ორიგინალური იდეები აი ესეთი საღამოების ჩატარების და მე მართლა ვფიქრობ რომ იქნება საინტერესო ხალისიანი და ყოველთვის ჩართულია მაყურებელი თქვენს საღამოებში. ზუსტად 2 საათი აქვს მაყურებელს იმისთვის რომ ილიანის თეატრში მოვიდეს და 12 საათზე 12 ლექსის წაკითხვის პროცესი დაესწროს და თვალი ადევნოს და მოусმინოს. ჩვენ კი გვაქვს შანსი მშვენიერი რომ რივერის მუსიკა მოვისმინოთ, რომელიც ჩვენთან ერთად არის სტუდიაში. ძალიან დიდი მადლობა. უნდა დაუკრას გიორგი მას. სტუდენტი არა მხოლოდ ლექსებს კითხულობს, არამედ უკრავს კიდევ. სანამ დაუკრავს კიდევ ერთს მოვასწრა. ლექს კეთვით ექსპრომს უყვარო არვის, მალადეც დარვინს. დარვინისთვის მადლობა რო არ მეთქვა იმედის დილიდან არ შეიძლებოდა. არაფრით ევოლუციის შვილები ვართ ყველა. ყველანი, სულ ყველა. გასაფხულის ნასყვავილებს გას შენი თმების სურნელი დროგების და სიზმართხსას მაგთვალების ნაზიფერი და ქარმა როცა თოს დამანახა აივანი შენი გამახსენა თომა სიყვარული სულ ძველი გამახსენა თომა სიყვარული სულ ძველი და მოდის მელანქოლია როცა სიტყვაც აღარ ამქონია და მივდივარ შორს იქ სადაც შეხარდა მუდამ თუ Bravo!